სამი ხილი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჭამო, თუ გინდა წონის დაკლება. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აი ხილი რახან ძალიან ჯანსაღია. მოდი ახლა დიდი რაოდენობით შევჭა, მოვიკლავ სხვა რამის ჭამის სურვილს, აღარ მომინდება არაფერი და ასე დავიკლებ წონაში. და მე უყვირთ ხოლმე, რომ რატო ეყინებათ ეს წონა, რატომ სუქდებიან და იმატებენ უფრო უარესად და რატომ იღებენ მოკლედ უარეს შედეგს. მინდა გითხრა, რომ ჯანსაღი გასუქებაც არსებობს, ახლა დეტალურად აგიხსნი. რას ნიშნავს ის, რომ ჯანსაღად გასუქებად შეიძლება? აი მოდი მაგალითი ავიღოთ რა, აი ყველაზე ერთ-ერთი ჯანსაღი პროდუქტი, რასაც მე ვიცნობ სოფლიოში, ეს არის თაფლი. ხომ მეთანხმებით, რომ თაფლი არის ძალიან ჯანსაღი, მაგრამ თაფლით გასუქება შესაძლებელია, იმიტომ რომ მასში ბევრი შაქარი შედის, როგორც ასევე ხილში. შენი ორგანიზმისთვის სულ ერთია, ეხლა მოდი დაფიქრდი ერთ რამეზე, აი სიტყვაზე შენ ჭამ შოკოლადს თუ თაფლს, ორგანიზმი საიდან ხვდება? ორგანიზმი არ იცის შენ რა ჭამ, ხო? იქ ჩადის რთული სტრუქტურა, ანუ საკვები არის რთული სტრუქტურა, რომელიც მარტივი საკვები ელემენტებისგან შედგება. აი ეს საკვები ელემენტები გვჭირდება ჩვენ თაფლს რო ჭამთ, თაფლს კი არ ავითვისებთ, ავითვისებთ იმ ვიტამინებს, რაც შიგნით აი ნახშირ წყლებს, შაქარს და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა სიტყვაზე 100 გრამ თაფლში შედის დაახლოებით 50-60 გრამი შაქარი. 60 გრამი შაქარი შედის ალბათ ერთ ყველაზე დიდ შოკოლადში. იმას შეჭამ თუ ამას შეჭამ, ორგანიზმი დაშლის ამას ნახშირწყლებად, ანუ სახარიდებად და აითვისებს ნახშირწყალს, ანუ ორგანიზმმა არ იცის ის თაფლია თუ ის შოკოლადია, მისთვის ის არის ჩვეულებრივი ნახშირწყალი, ის ვერ ხვდება შენ ჯანსაღი ჭამე თუ არა ჯანსაღი. ნახეთ გასუქებით როგორ ხდება ის ცხიმის მატება ორგანიზმში. როდესაც შენ იღებ ჭარბი რაოდენობით ნახშირწყლებს, ანუ შაქარს ეს მარტივი ენით ვეძახით, თორე რეალურად ეს არის სახარიდები და ნახშირწყლები, ხო? როცა ჩვენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს ვიღებთ, ორგანიზმში, ანუ ჩვენ სისხლში შაქრის დონე იმატებს. მომატებული შაქრის დონე ბევრ ცუდ რამეს ნიშნავს, მაგრამ ერთს გამოვარჩევდი, ნახე, ეს შაქარი სისხლს ასქერებს, ანუ ფაქტიურად ჩვენი კაპილარები არის მილიმეტრობით, ასობით კილომეტრზე გაჭიმული სტრუქტურა, ეს სულ ახლა რთულია კილომეტრობით და ვეღარ მოძრაობს ეს სისხლი ჩვენს ორგანიზმში, იმიტომ რომ შაქარმა გაასქელა ის და განგაშია. ორგანიზმმა სასწრაფოდ უნდა რამე გააკეთოს, რომ ეს ზედმეტი შაქარი მოიშოროს და ამ დროს ჩვენი ჯირკვლები იმუშავებს ინსულინის ჰორმონს, ინსულინი მიდის, ამ ზედმეტ შაქარს იღებს, მაგრამ სადღაცას ხო უნდა წაიღოს. ის ხო გარეთ ვერ გამოაგდებს ამას, ამიტომ ეს ზედმეტი შაქარი გადადის ცხიმოვან დეპოებში, ანუ გასუქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ზედმეტი ნახშირწყლები, ანუ ჩვენ ენაზე შაქარი, მოკლედ ვთქვათ, ხო? აზრი არ აქვს შენ რა პროდუქტისგან იღებ, თუ იმ პროდუქტში შედის ბევრი შაქარი, მაინც მოიმატეთ წონაში, ასე ვთქვათ, ხო? მოდი ახლა პირდაპირ გეტყვი. 3 ისეთ ხილს, რომელშიც ყველაზე მეტი ნახშირწყლები შედის, ყველაზე მეტად კალორიულია და არ გირჩევ რა ამას ასეთ ვარიანტში, თუ შენ გინდა წონის კლება. პირველი ხილი არის, რა თქმა უნდა, ყურძენი. ყველა ხილის მეფე შაქრის შემადგენლობაში. ნუ პირველ რიგში გეტყვი, რომ ყურძენიც და სხვა ხილიც, რასაც ახლა ჩამოვთვლით, ძალიან ჯანსაღია. ის საჭირო ელემენტებსაც შეიცავს, ფიტონუტრიენტებსაც, ვიტამინებსაც შეიცავს და ცოტა რაოდენობით, თუ განსაკუთრებით წონის კლება არ გინდა, შეგიძლია მიირთვა, მაგრამ თუ კლების პროცესში ხარ, გირჩევ ამოიღე რა ცოტა ხანი რაციონიდან, იმიტომ რომ შიგნით შედის ძალიან დიდი რაოდენობით შაქარი და ეს აუცილებლად ცუდად აისახება შენ შედეგზე. შენი ორგანიზმისთვის მართლა სულ ერთია შენ საიდან იღებ შაქარს, ეს იქნება ხილი თუ ეს იქნება ჩვეულებრივი შაქარი, შაქარია, ყურძენში შედის ფრუქტოზაც და გლუკოზაც ერთად, განსაკუთრებით არ ვარ და ხო? ამიტომ გირჩევ ერიდე. შემდეგ ლეღვი. რო ჭამ პროდუქტს და ხვდები, რომ ისეთი ტკბილია, რომ აი ყველაფერი ერთმანეთზე გეწებება და ცარიელი შაქარია, ესეთი პროდუქტი წონის კლების მომენტში ჯობია საერთოდ გააქვრო, აი ამოიღო შენი რაციონიდან და რა თქმა უნდა ფინიკი. მიუხედავად იმისა, რომ ფინიკში ძალიან ბევრი საკვები ბოჭკო შედის და ძალიან ბევრი საჭირო ელემენტი, მასში არის ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირწყლები. გატენილია შაქრით, ამიტომ არ გირჩევთ გახდომით. სხვათა შორის, თუ გაინტერესებთ ყველაზე ჯანსაღი ხილი რომელია, ამის წინა ლაივი ჩართვა რამოდენიმე დღის წინ მქონდა ზუსტად ამ თემაზე, გადადი ჩვენს არხზე, უყურე ამ ვიდეოს, აუცილებლად ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ. თან ახლა გაზაფხულის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი შეთავაზებები მათთვის, ვისაც უნდა ჩვენ პროგრამაში ჩართვა. ანუ ძალიან ბევრ უფასო ვიდეოებსაც ვაკეთებ თქვენთვის, პლუს პროგრამები გვაქვს შექმნილი ისეთი ათასობით ადამიანს დავეხმარეთ უკვე უბრალოდ Instagram-ზე გადადი, ნახე შედეგების ჰაილაითები და დააკვირდი როგორ იცვლებიან ამაზად ადამიანები და გახსოვდეს, რომ შენს
გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. დრო არ დაკარგო რა, დღეს ხვალ და თვეები და წლები გადის. აბა გაიხსენე უბრალოდ პირველად რომ დაიწყე წონაზე კლებაზე ფიქრი, წონის კლებაზე ფიქრი, რამდენი წლის იყავი, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, ხო? ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ აიღე პასუხისმგებლობა შენ თავზე, გამოიწერე ჩვენი არხი, უყურე ვიდეოებს და თუ გინდა ყავდეს პროფესიონალი მენტორი და კონსულტანტი დაბალანსებული კვების საკითხებში შენ პირადად, მოგწერე და ყველაფერს ერთად მივხედავთ, გავისაუბრებთ და დავალაგებთ.